გამარჯობა მეგობრებო, დღეს უნდა გითხრათ ერთი ფაქტი რეიკის შესახებ. ერთი წუთით ვიღაცამ გამომწერები კარგი რა დებილობა ვიდეო გააქვს. რა დებილობა ვიდეოს. ეს ვინ მომწერა მეგობრებო? არ ყავს ამას გამომწერები. ჩემი ჰეითერი ყოფილა. წავშლი მე ამ კომენტარს. რემორ კარგი მეგობრებო, ვიღაცამ ცუდი კომენტარი მომწერა ერთმა, ძალიან კარგი ხო? ჩემი გამომწერი ყოფილა. კარგი, ჯერ უნდა გადავიღოთ რეიკიზე ვიდეო. კარგი. და ჩვენ წერთ რეიკი. დიახ რეიკზე და არსებობს თუ არა, ჩვენ მაგას ნახავთ. რეიკი არის 2016 წელს დაფიქსირებული რაღაცა საშინელებათა და თანაც ეს გადაცემა 2016-იანია და გაჩვენებთ და აი ეს არის ვიდეო რედაქტორი და ეს რა ვიცი რამდენად მართალია და რამდენად ისაა, მაგრამ ჩვენ ვუყურებთ ახლა და არხი კუმისი ხო არხია მაგის საიდანაც ეს არა ძველი გადაღებული და შეიძლება ვერ დააფიქსირონ, მაშინ არ არსებობდა კარგი კამერები. იდუმალი, ამოუცნობი, სწრაფი. არავინ იცის სად ცხოვრობს და არავინ იცის ვინ არის. ვინ წამაკითხე? ავტორი ლელა ნინუა, გიორგი ცხადაძე და გიორგი ციკლაური. ესენი არიან ამ ვიდეოს ავტორები. კომისიის მოსახლეობას მოულოდნელად თავს ადგება სახლში, ღიად ტოვებს ფანჯარას პირობითად იმისთვის, რომ ალბათ გაიქცეს. აღვიძებს მძინარე ოჯახს, გამოსცემს უცნაურ ხმას და კარბის. სხვა რაკურსი 4 დღე. ადამიანი მოჩვენების კვალდაკვალ. რეიკი სინამდვილეში არის ფსიქოპატი ადამიანი, რომელიც აცვია რაღაცა თეთრი არსების ფორმა და ხალხს აშინებს. აქ წერია სახელი და გვარი. ლევან ბელგარაული კომისიის გამგებელი, რა გამგეა. მოცემას მუშაობს, რომ მე მოსახლეობასთან მივიდიო და მოსახლეობასთანაა. პირველი დღე. ამოვედი, კარები დამხვდა ღია ესე. ამბობდნენ ესეთი ის არის. ეს ალბათ რეიკის სახლი, იმ ფსიქოპატი ადამიანის სახლი. ხალხს რო აშინებს, კუმისელებს. რეიკი ალბათ იქ ცხოვრობს და იქედან გამოდის და ხალხს აშინებს. მანიაკი ვიღაც დადისხდა, არ მეჯერა. დიდი ხმა იყო და როგორც გამოვიხედე, კი მეც ამჯერა მაგის არსებობა. თეთრებს ჩაცმული, მაღალი. მამაკაცი იყო, მოგივით ესვა სახეზე რაღაცა წითლად აქონდა აქ ამ ადგილებში. იქიდან გადამოხდა აი მაგიდადე შიგნით და სამ ნაბიჯში რაღაც გაქრა უკვე ბაღისკენ იყო გასული იქ. ეს არ დაფი ალბათ. დავიკუზე ქარა. ბიჭო არა შენი ათ რამე. და აი აქამდე გამოვედი და უკვე აქ აღარ ჩანდა. რეიკის რატო ვერ აფიქსირებენ რა ადრე ძალიან ცუდი კამერები იყო. ფანი მაგალითად აქ ეგდო ან ძეხვის ან რაღაც ცელოფანია ნაჭამი ეს ერჯერადი. კი რეიკი ჭამს რაღაცას. მსგავს ისტორიებს საფალკონში ბევრს მოისმენთ. ახლა იმის მაგივრად რომ დიდ და პატარას ეძინოთ. ეს არის ჟურნალისტი გოგო. ყველანი ერთ ადგილზე იკრიბებიან. ორი კვირა აკუმისელები დღე-დაღამე მასზე საუბრობენ. გარეთ მამაკაცები ათენებენ, ოჯახში კი ქალები და ბავშვები. კრიშაძე დარბოდა გადახდა ბაღში. აი აქეთ ბაღში გადახდა. აი სპეციალური აპარატი საიდანაც აფიქსირებენ, მაგრამ 2016 წელს არ იყო კარგი ნივთები მაშინ და კარგი ამ აპარატები. თქვენ ნახეთ? კი, საეკ გადახტება და გარბის. მაისმოდა, აუ, ესე იგი ადამიანი ყოფილა. ესეთი ხმაზე რო ყვიროდა, ჰა, ესეთი რამე. ეს მკაცი მგონია რეიკი. ანის ქალიც მეგონა რეიკი, მაგრამ არ ვიცი, რომელი ადამიანი აქედან რომელიმე კუმისელი ადამიანი აშინებს. და ყმუილის ხმა ისმის ხოლმე მარტო. დიახ. პირობითად უცნობი სტუმრობის ფაქტები მეგობრებო, ერთი წუთით გაბრიელზე რაღაცა აღება. მეგობრებო, დაიწყო გაბრიელი მიშლის წამისთვის. მიდი დააფიქსირეთ. მიდი.
სად არის? სადა? 6 თვის წინ სწორედ ამ სახურავზე გამოჩნდა, ისევე როგორც დღეს, ამ ღამეს. მისი ამ სახურავზე როგორ ეს ძველებურია და ჩატყდებოდა აბარა. ერთი წუთი ჩემ მეგობრებარი დემეტრემ წერდა თუ ვიღაც. კაცის ადგილი, რა თქმა უნდა, ხშირად არის სახურავი, რომ გითხრათ, მყარი სახურავია, მეთქი მოგატყუებთ. ხო არ არის მყარი, აბა როგორ დადგებოდა. მიდი! ნახეთ! სად არის? გარეთ ვიდექით და გავიგეთ, შუშების ხმა გავიგეთ, ჯახანის ხმა იყო. კედელზე რო ავძვერი. შეხე იმ კაცს რა დაემართა? გაიღო კარები და გარბოდა, მაგრამ სულ შავებიეთო აბსოლუტურად. ბავშვი მე მგონი მოატყუებდათ თუ სიმართლეს. გამოიქცა აქეთკენ. და გამოვყევი და წეღაკიდი აგიაგერ ნახეს. იქ რაღაცა თეთრი დავინახე მეგობრებო. გინდა გადავახვიოთ ერთი წუთით. ვერ ვახვიოთ. მასთან შეხვედრის შიშით, ბარებით, ფოცხებით, ჯოხებით, თოფებით, დანებით, რითაც ყოჩა შეიძლება რომ ყუმისელებს ყოჩა თოფები, დანები, ფოცხები და უნდა შეუტიოთ მაგ ადამიანს რეიკი. თან დააქვთ და გვიყვებიან ამბებს, რომელიც თავდაპირველად სააგენტოების საშუალებით საქართველოს სამაკითხეთ ყუმისელები სოფელი ტოვებენ სახლებობა უკვე სახლებში ღამით მაშინებს. ეგ რომელმა არხმა გამოაქვეყნა. მოსახლეობამაც შეიტყო. მედია ალაპარაკდა, თუმცა ღია ყუმისის შემდეგ პო და ადგილობრივები ამბობენ, რომ ღამით ნიღბიანი მამაკაცი სახლებში შეჭრას ცდილობს და კი იმალება. ამ ფაქტებზე საუბარს თავად ყუმის თავარმა ხელების უმრავლესობა გაურბის, იმ მიზეზით, რომ მათი უსაფრთხოება იყოს დაცული. მეორე დღეს უფრო უარესი მოხდება ალბათ. აგი ხილები. დრეიკის ხელები ნახე, შეხე. ხა, მოიწოდა ვასი რა. შემოიხედა ვინ არის და არა და მე შუქია ვარდეო. აქაო და წავიდო. წალკაში დაიკარგა 40 დღეა ბიჭი. აი რეიკი მოიტაცებდა რას აი არსებობს რეიკი მაგრამ მამაკაცისაცვია რეიკის ფორმა მოგონილი რაღაცა მაგრამ რა ვიცი ვიღაცას გწამს ვიღაცას არა არ ქონდათ ეს სურათი ერთი ნანახი ქორო დაინახეთ რაღაცა შეშფოთდით და ნამდვილად ეს არის თქვენ ტაქსაუთ ხო მე მგონი რა ვიცი თქოს ვამსგავსე ზუსტად ამ ხელა წვერი ხონდა რა რამდენი კაცი გეჭდათ მასთან ერთად მანქანა მარტო თითქოს ფიქრობდი რომ შეიძლება მეთქი დამარტყას შიშით მოდიოდი რა იმაზე ამბობენ რომ არის ის დაბალი ის ვინც დაკარგული იყო მაგრამ ამაზე ვინც ნახა და ვინც შეხვდა ამბობენ არის მაღალი რაღაცა გძელი თმით კი რავი რეიკია რეიკის თმები არა აქვს მის სადღაც არის დაფიქსირებული ნახოთ აი ეს პანჯრები უღია ესეთკები რეიკიმ ჩამტრი აი კარებს შეხე რა დაემართა რეიკიმ მოაძრო კარები ხედავთ კარები რო გავაღე შიგნით აი იქით გავიქ და აი ხელები დაიფარა ესე მართლა რეიკი ყოფილა მოხო კაპში მქონდა მოხურული ანუ აქ გაიქცე ქვევი წავიდა დაახლოებით იქნებოდა მეტრ 80 რა შემეშინდა და ვერაფერი შენ კაცი ხარ და როგორ შეეშინდებოდა ამ ხელა კაც თოფიდან ესროლა დანა კაცო შეიძლება ეს კაცია თვითონ რეიკი ეს კაცია თვითონ რეიკი და იტყუება რა ხალხს აშინებს მე ეგრე ვარაუდობ აი ჯერ არ მეჭერა და ეს გჯულს რა და მე ჩემთველი ნახეს მო რა ის არის ჩატეხილი ეს არისო ხო ჩატეხილი აი ჩატეხილი არის რეიკი აქ ჩაიწერა საფრთხეობა მოსახლეობის დაცულია თუ მოსახლეობაა დაცული როგორ მესამე დღე ძაღლებმა დაინახეს ჩვენი გადამღები ჯგუფი ერთი კვირის განმავლობაში მოსახლეობასთან და სამართალდამცავებთან ერთად პატრულირებდა მთელი ღამის განმავლობაში დაინახავთ ამ რეიკის თუ არა მოარტყით ტყვია მიდით მოარტყით ტყვია მიდით ასწავლეთ რეიკია დაინახე და როგორ არა ხოხს მიგონა აჯერა ხია რეიკი სახლი იპოვეს რაღაცა ზომები მიიღეს კაცო მამი 60 საათამდე როდემდე ვიდეთ ქუჩაში სხვა ძალებიც ჩაერთო არა პოლიცია მუშაობს მარტო
მარტო აქაური გარდაბრი. სამ გარდაბრის პოლიცია მუშაობს. ნას რამე ზომებს აპირებთ მე? დიახ, მეგობრებო, შეაშინეს ესე იგი კუმისელები. სამწუხაროდ ძალიან დებილე ცუდად იქცევიან. აქ არის კუმის რეიკი დააფიქსირეს, ესე ძველი იქნება. რა ძველი ეკრანია? სად დააფიქსირეს? ძალიან მოკლე ვიდეოა. აი ეს არის ახლა კუმისში ხო იყო თქვენი აზრით რეიკი. ახლა ხობულეთში გადავიდა. არხს ქვია TV25. გამოავლინე შენი მაქს, შენი თავისუფალი ძლიერი მე. გიზიარებთ უცნაურ ამბავს, რომელმაც ბოლო 2 თვის განმავლობაში ქობულეთელი ეს ჟურნალისტი მეცნობა ადრე TV-იმედში არისო? ცხოვრება კოშმარად უქცია. ქაქუცა და ლეღვაში რაც არ უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ, ღამღამობით და არა მარტო ადგილობრივების სახლებსა და ეზოებს უცნობი დაუდგენელი ნიღბიანი სტუმრობს. მოსახლეობა ფსიქოლოგიურ ტერორს განიცდის. საკუთარი ძალებით ცდილობენ, თუმცა პრობლემასთან გამკლავებას ვერ ახერხებენ. ხალხი პირად საუბრებში გვიყვება, რომ პოლიცია ფაქტებზე სათანადოდ ვერ რეაგირებს და ხელისუფლებას დახმარებას თხოვს. დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფი ერთ-ერთ ოჯახში იმ დროს მივიდა, როცა ნიღბიანი უცნობი ესე იგი, იმ ოჯახიდან ერთ-ერთი ოჯახის წევრი იქნება რეიკი, რა ნიღბიანი. ესე იგი, ატყუებენ ქობულეთელებს, თორემ სინამდვილეში ერთ-ერთ ოჯახთან რო იყო რეიკი, სინამდვილეში იმ ოჯახის წევრი ყოფილა ეგ რაღაცა რეიკი და ისი აშინებს ხალხს. გამოვიჭირეს ვინც იყო. ტერიტორიას საკარმი დამონაკვეთიდან ტოვებდა. რა გახდა პანიკის საფუძველი და რა სხვებიან ქობულეთელები? ნაირა ქობულაძე კი ამბობთ. მიხდი, ეს ძველი ვიდეო ყოფილა და ახლა დაიდო, იმიტომ რომ ხმას დააკვირდით რა ძველებური ქონდა. 2024-ში ხო დაიდო და მაშინ ხო კარგი იყო. კარგი ისენი არსებობდა და აბა როგორ? TV25-ზე ხო არა შეცდომა არხზე. იკვირია ჩვენ არ დავიძინია. დღეითაც გვეშინია ახლა, მეშინია მე ბაღანას კი ბავშვები რომ არაბებია, შეგეშინდეს მეთქი, მაგრამ მეც რომ მეშინია რა უკნა გეკითხები. ის, რასაც ქობულეთელები სოციალურ ქსელში ბოლო რამდენიმე დღეა შიშით განიხილავენ, ჟუჟუნა მახარაძე მაცნეს კამერის წინ დღეს მოხვა. ქალი ასე იმ უცნობ ნიღბიანზე ყვება, რომელმაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2 სოფლის, ლეღვასა და ქაქუთის მაცხოვრებლებს ვიღაცა მოასწრო 2 სოფელში, ერთ-ერთ სოფელში მაინც დაეჭირათ რეიკი. ახლოებით 2 თვეა ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია. ადგილობრივები ფსიქოლოგიურ ტერორში არიან. საქმე იმაშია, რომ რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა ჟღერდეს, უცნობი პირი უკვე თვეებია აქაურების საცხოვრებელ სახლებთან მიდის, ზოგჯერ შენობაში შედის, კარზე წესით სახლები აკურთხეთ, რომ რაღაცები აკურთხეთ, ნივთები და სახლები ქობულეთელებმა რა ვერ აკურთხეს. აკურთხონ ქობულეთში სახლები და რაღაცეები და რეიკიც ვეღარ მოვა. მას ხო ეშინია, ის ხო ბოროტია. მას ეშინია ჯვარისთან აკურთხი რაღაცეების და როგორ აკურთხეთ ეგ თქვენი სახლები და რაღაცეები. კაკუნებს, ქვებს ისვრის და სხვადასხვა უცნაური ქცევით ადგილობრივებს შიშის ზარს სცემს. 10 წუთის განმავლობაში იხვები გამოეშვა, ხბოი გამოეშვა. იხვები გამოეშვა და ხბო გამოეშვა. ვიღაცა უღებს ამათ კარებს, კი. მწყრიული მყავდა, ხო და გევედი ბოსელთან და მომესმა ხმა, ძალიან მობრახუნების ხმა. ბაღანას დაუძახე რომ შენ იყავი თუ ვინ იყო მეთქი და არა ბებო მითხრა. მა იყო მოსული. წუხელსაც იყო. წუხელსაც იყო, ესე იგი ბაღანას ქვაი აქ ყველა იყვენ. წყალი ბაღანა ბავშვი. ყველა მის მოახვედრეს, ხო? აბა მოусმინოთ. ძალიან ბლების ყველა იყვენ და ბაღანა ძლივს გადაურჩა. ქვაისროლა. ანალოგიურ ისტორიებს ყვებიან სხვებიც. ამბობენ, რომ პოლიციას არაერთხელ მიმართეს, თუმცა დღემდე ამ პირის იდენტიფიცირება და დაკავება ვერ მოხერხდა. ხედავენ დამატებითი ძალების მობილიზების საჭიროებას, სპეცდანიშნულების, რაზმების და კინოლოგების ჩართულობის აუცილებლობას. ეჭვობენ, რომ შესაძლოა რამდენიმე პირი ერთობლივად მოქმედებდეს. ხალხი აი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ცხოვრობს ფაქტიურად ესე გამოდის რა ეს.
კარებზე ბრახუნები. ეს კაცი მგონია რეიკი შეხე როგორ გავს ბოროტს, მაგრამ მე არ ვამბობ, ამ კაცს მე არ ვაწყენიებ თუ თვითონ თუ უყურებს, მაგრამ მე მგონია რომ რაღაცა მგონია რომ ეს კაცი ბოროტად ჩანს ვითომ ვიგა რეიკი. შეიძლება სხვა კაცი იყოს რა, ბირჟა მორთეთ, იბირჟავეთ, დაკატიშეთ ერთმანეთი და ერთ-ერთი მაინც იყოს რა, დეტექტივების მოიყვანეთ და ადამიანები გამოკითხეთ, ვინ აკეთებდა ამას რა. მე მაგათ ადგილზე მიხვდებოდი რომ ვიღაცა იყო. აი უჩინრად, აი გამოდის კაცი არაფერი არ არის, არც კვალი, არც არაფერი. ყოფილა შემთხვევა კვალზეც გასულანი, ანუ იყო რაღაცა ფეხის ნაბიჯი ეს იშვიათი მომენტში ვიყავდა. ისე სისტემატიურად არ ხდება. ხო რა, ერთი სიტყვით 9-დან 11 საათამდე არის ეს პროცესი. გამოდის პოლიცია მოდის, რეაგირებას აკეთებს, მაგრამ უშედეგოდ. წარმოვიდგინეთ, მილიცია ეძებს და მთელი სოფელი ქუჩაში ვართ. ხედავთ შუქს, ქრება, ანუ ფანასანა. მთელი სოფელი თუ ქუჩაში ხართ, ერთ-ერთი გამოვიდა და ხალხს აშინებს. ეგრე ყოფილა. დრო გამოშვებით. აგერ ფანარი რო გაინთო 1.50 მეტროში წამში ხდება ეს განათება კიდე. და არის ვარაუდი რომ ერთი პირი არ არის, აქ და არის რამდენიმე პირი აკეთებს ამას. 1, 2, 3 პიროვნება არის თვითხილველი ყავთ. აგერ მეზობლად. დილის გამთენიოს პირის იყო, ღმუილის ხმა ესე რა ვიცი, ძაღლი რო ხმუიდეს ისე. გადმოხედა ფანჯარასი და პირდაპირ ფანჯარასთან. ესე იგი რეიკოს ყოლია თავისი შინაური ცხოველი, რაღაცა ძაღლი თუ მგელი. გელი თუ მოითვინიერა ოჩახი ყოფილა რეიკი. იყო ტალახიანი, შარვალი ეცვა, ცოტა ტალახიანი იყო, ამოგრაგნილი. კი, აბა რა ტალახში იმალებოდა ამდენი. ესე იგი ტიკუ არ გონია თავში. ერთი სიტყვით ნახტომი ახლა იქეთ-აქეთნასიო, შავებში ჩაცმული პიროვნება. ნიღბად. ესე იგი აქ რეიკი კი არ ყოფილა, ალბათ სლენდერმენი იყო. ალბათ სლენდერმენი, გეთანხმებით. მალხაზ ძირკვაძე ერთ-ერთია, ვისთანაც ღამის უცნაური სტუმარი უკვე ორჯერ იმყოფებოდა. შედეგად მისი არასრულწლოვანი შვილი შეშინებული და მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. იქედან შეხეგრა შეშინებული ჩანს, აი ეს საწყალი. რა შეშინებულია, შეშინებული ჩანს. დიახ. გამომდინარე რომ პოლიცია უცნობის დაკავებას ვერ ახერხებს, ადგილობრივები მთელი ღამის განმავლობაში ტყეებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებენ, შედეგი კი არ ჩანს. პირველ მოსვლაზე შემოვიდა ჩემთან კარები დააბრახუნა, აბანოში შევიდა, ჩაიკეტა კარები. გადახდა თუ აბანოში შევიდა, ჩაიკეტა კარები, ეს კაცი იქნებოდა რეიკი, თუ სლენდერმენი. დაიკიდეთ ან რეიკი ან სლენდერმენი, მაინც და მაინც შავი არ არის რეიკი. მოგოშკინა და მეორეთ რომ მოვიდა, ბავშვი იყო თახში, ტელეფონზე იმაშებოდა, მაღაზიის მხრიდან გადმოხდა, ირბინაი ბოდიალა იგიქნა და მე ღორსავით იყივირა. ღორისავით იყავირა. ღორის და არტყა ალბათ ხელი და ღორი გააბრაზა სლენდერმენია თუ რეიკმა, არ ვიცი. თქვენი აზრი დაწერეთ კომენტარებში. რაიმე გატეხა და აზიან ამ ბავშვი შეაშინა და ბავშვი შეაშინა, დღესაც შეშინებული. არ ეძებენ და ვეძებთ ჩვენ სოფელი. ვერ ვნახულობთ. წუხერ 2 საათზე რომ დევიწყეთ ძებნა, დღეს 7 საათზე გავაგდეთ ძებნა. მარიამის ოჯახს დაუპატიჟებელი სტუმარი უკვე ორჯერ ღამით ესტუმრა, თუმცა ძაღლებმა მას სახლთან მიახლოების საშუალება არ მისცეს. ამის მიუხედავად, 3 არასრულწლოვანი შვილის დედა დღისითაც ვერ ბედავს ბავშვების ეზოში გაშვებას. გვეუბნება, რომ ის და მისი ბევრი თანასოფლელი შვილების სკოლაში გაგზავნასაც არ აპირებენ, სანამ პირი მას ალბათ სკოლაც დაკეტილი ექნებათ, იმიტომ რომ მასწავლებელები, დირექტორები, შეშინებულები არიან, ეგეთი სხვა ადამიანები არიან და რეიკის ეშინიათ მასწავლებლებს და დირექტორებს და სკოლაშიც ვეღარ მოდიან. დარაჯით კი ექნებათ ამათ შეშინებული. ფიცირებული და დაკავებული არ იქნება. გამოკეტილი ვარ, დღითაც ესე ვართ, ღამითაც ესე ვართ, მეუღლე მუშაობს. ეხლა იმის გამო ვერ გაჩერდება სახში. მეუღლე მუშაობსო. ესე იგი, ამ ხალის მეუღლეც იქნება სლენდერმენი ან რეიკი. და მაგან დეტექტივმა ვერ გამოიძია ეს უკვე ძველი 1 წლის წინ. ეს ვიღაცა გიჟი დადის და გვაშინებს. ხო და ერთადერთი რაც არის ის რომ მინდა რომ დაიჭირო
დაიჭირონ. რადგან მე პირადად არ ვაპირებ ბავშვის სკოლაში გაშვება. აბა რა უნდა დაიჭირონ? მე არ მაქვს იმის გარანტია, რომ ის არ დახვდება გზაზე არცად და არაფერს არ დაუყურებს. მაგრამ მაინც უნდა იყოს ბავშვი სკოლაში, რომ განათლება მიიღოს და ის რეიკი განათლებით დაამარცხოს დიდობაშიდაც, რომ რეიკი იქნება იმ ბავშვების დიდობაშიც. განათლებით იყიდიან რაღაცებს. არც დავით ვეისალიძის ოჯახია გამონაკლისი, სადაც დაუდგენელი ნიღბიანი არსება უკვე ორჯერ იმყოფებოდა. დავითის ორ შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მამა შვილი. აუ როგორ შემეწოდა ჯანმრთელობის პრობლემები, ლამის ვიტირებ ახლა. ფსიქიკურ მდგომარეობაზე დარდობს, ხალხი ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავს. ემთან იყო წუხელის იყო მოსული კიდევ სათხილეში ეზოში სახლეზე ბრძოლობდა და ძაღლებმა დაემოქრა, ძაღს დაემოქრა, ძაღლი მევიდა ვიდე. ხუთიდან ძირითადად ესე იგი გავიგეთ ვინც ყოფილა რეიკი. რეიკი ყოფილა ადამიანი ფსიქოპატი. მარნეულშიდაც ყოფილა? მარნეულშიდაც ხო არ ყოფილა? აი რეიკი ყოფილა ტყუილი, კოშმარების არქივს მაგ YouTube-ს ვუყურე და ვნახოთ. არ მოიკლო სურვილები. და ზოგი ჭკვიანურე. კი ვიცით, რეიკი არის ქაღალდისგან აწყვეს, მაგრამ მე მინდა მოვიძიო ეციპიზე და ერთი წუთით შევედი Google-ში. ეციპი. აი ეციპი არის ერთ-ერთი რაღაცა, რეიკი და დათვიბუ. შეხედე, რეიკი არის ეციპის გამოგონება რა. ესე იგი, ეციპი არსებობს და რეიკიც არსებობს, მაგრამ ტყუილი მგონია, იმიტომ რომ რა ვიცი, ეციპი ყველაზე საშინელება რაღაცა არის, მაგრამ ლაბუბუ უფრო საშინელებაა და ეციპი და ლაბუბუ ორივე საშინელებაა. ეციპიც მე მგონი ლაბუბუსავითაა. ეციპის მოდით შეგვილია Minecraft-ში. აბა ვნახოთ. მეგობრებო, აი ეციპის მოდით ყოფილა Minecraft-ში და შემიძლია ჩავაგდო მაგ, როცა Minecraft-ს გადავიღებ, ეს კოინები ღირს, ეციპის მოდი უნდა ჩავაგდო მე ეციპი. დიახ, და ეციპი მინდა ჩავაგდო. დიახ. და ესე იგი ყოფილა ეციპი ყველაზე საშინელება ინფორმაცია. და თქვენ წაიკითხეთ, მე ცოტა მეზარება წაკითხვა, მე უკვე წაკითხული მაქვს და თქვენ თვითონ წაიკითხეთ ეციპი რაცაა. და თქვენ ეციპზე წაიკითხავთ ინფორმაციას ეს რა. აი, არაფერი ისეთი საშინელება, ციხია ეციპი. აი ესეთ ადამიანებიც, ვინც ხალხს აშინებს. და ეგეთ ადამიანებს იჭერენ ციხეში. და მონსტრებად აქცევენ. უკვე მე გავიღადავე, რომ მონსტრებად გადააქცევენ, მაგრამ სინამდვილეში აქ ციხია რა, ხალხის ციხე ყოფილა. ეციპი, მაგრამ ეციპი მაინც საშინელება ციხია, სადაც ადამიანებზე ატარებენ მართლა ექსპერიმენტებს. და რა ვიცი, თქვენ წაიკითხეთ ინფორმაცია, გადადით ეციპის ლინკზე. შეიძლება ხელოვნური ნიმუშია ეციპი, რომელიც მონსტრებზეა. აზრზე არა ვარ მე, რა არის ეციპი. და იმაზედაც ამჯერა, რაცა ეციპი, მაგრამ წესით არ უნდა არსებობდეს, კაი იქნებოდა, მაგრამ არ ყოფილა. ეციპი არსებობს, ესე იგი და თქვენ გინდოდათ აქ მოძიება და ეს არის ეციპი და რეიკის ნომერი არის ეციპი რა ნომერია ეს დათვიბუა ესა ეციპი რეიკი სადა არის კაცო აჰა მონსტერ ეციპი 96-ია რეიკი, 96. ორი რეიკი არსებობს.
რეიკი, ძველი რეიკი, ახალი რეიკი, ძალიან ახალი რეიკი. გერმანული რეიკი არის ძალიან ახალი გამოგონება. ეს დათვიბუა, მეგობრებო. რეიკი არის ძალიან ახალი, გერმანული რეიკი ახალია. რუსული რეიკი 2007 წელსაა, 18 წელია რუსული რეიკი, რაც არსებობს 2007 წელს და ქართული რეიკი 1998 წელს მოიგონეს. დიახ. და ესე იგი რეიკი არ ვიცი როგორი მოსტრია და რადის მოიგონეს. მე თუ არ ვცდები რა სიმართლეს ვამბობ, მაგრამ შეიძლება რეიკი საერთოდ 2007 წელს მოიგონეს. ქართულიც და გერმანულიც რა, ახალი რეიკიცაა გერმანული, მაგრამ წითელი ციპია, მაგრამ მაგის ფოტო მე ვერ ვნახე, მაგის ფოტო მარტო Roblox-ში ყოფილა, ესე იგი Roblox-ის რეიკი და დანარჩენები არა. და ის შეიძლება წითელი რეიკი ტყუილია და მარტო თეთრია. რეიკი და აბა კარგად თქვენც თუ გჯერათ ამების არსებობა, ეგა ძალიან ცუდი და გაუნათლებლობა, მე არ მჯერა. ციპი არის, რა ვიცი. აბა ვუყუროთ ერთი ვიდეო. SCP monsters are incredibly popular on Roblox. At it won't move, but the second I or the other person blinks, ეს დათვიბუა, მეგობრებო. დათვიბუზედაც დავდებ, მაგრამ საქართველოში არ არის დათვიბუ, გაიგეთ? და აბა კარგად